მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას გახსნელად ვაცხადებთ. დღეს გვაქვს მეგობრებო ერთი საკითხი, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი კოლეგა ბატონი პალატა სალია საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. შესაბამისად გუშინ საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რადგანაც მინისტრის პოზიცია და პარლამენტის პოზიცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში დღეს უკვე ვიხილავთ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის პალატა სალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს. პირველ რიგში დღეს წესრიგი დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. მოგახსენებთ შემდეგს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოკლედ შემოსავლია შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს არის განკარგულება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ, წერილი, რომელიც ბატონ იოსებ ჯორბენაძესთან მიმართ არის, კანდიდატის როგორც წევრობის კანდიდატის მიმართ, მისივე განცხადება და სხვა სააღრიცხვო ბარათი და სხვა ის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც არის სავალდებულოდ წარმოსადგენი იმისთვის, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯერ, ხოლო შემდგომ უკვე სესიამ იმსჯელოს იმის შესახებ და ჩანაცვლოს თუ არა ბატონი პალატა სალია იოსებ ჯორბენაძით საქართველოს პარლამენტში. კომიტეტმა მომზადდა დასკვნა, მოიძია ეს საკითხები, მოიკვლია ეს საკითხები და შემდგომ მომზადდა დასკვნა, რომლის პროექტსაც მე ხა წაგიკითხავთ და შემდგომ უკვე ამ დასკვნას უყურით ჩვენ კენჭს. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის პალატა სალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის პალატა სალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ ეს საკითხი გამოიკვლია და დაადგინა, რომ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის მიერ ცნობილი იქნეს იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ეს არის ჩემო კოლეგებო დღევანდელი ჩვენი საკითხი. შესაბამისად, თუ კი გაქვთ რაიმე კითხვა, შენიშვნა, მოსაზრება, გთხოვთ თამამად გამოთქვათ. ასეთის არასწორობის შემთხვევაში, მაშინ მოგმართავთ წინადადებით, მხარი დაუჭიროთ კომიტეტის დასკვნას და შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის საკითხი კომიტეტის რანგში და დონეზე იყოს მიღებული. ვინ არის მომხრე? მიღებულია ერთხმად. წარმატებები უსურვოთ როგორც ბატონ პალატას თავის მნიშვნელოვან პოზიციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ასევე მას მერე უკვე როდესაც პარლამენტის სესია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ რა თქმა უნდა გვეყოლება კიდევ ერთი კოლეგა ბატონი იოსებ ჯორბენაძე აქ საქართველოს პარლამენტში. დიდი მადლობა, სხდომა დახურულია.